მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აშკარად იყო ხალხის გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ჩართულები იყვნენ აქციებში და მათ მშვიდობიანი პროტესტი არ აინტერესებდათ, არამედ ცდილობდნენ ძალადობრივი დაპირისპირების გაღვივებას. ჩემი აზრით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რატომ არ არის ძალადობა გამოწვევების გადაჭრის გზა. ძალადობა არ არის სწორი გზა საქართველოში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე კამათისას. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება და პოზიცია, მაგრამ ასევე ყველას უნდა ახსოვდეს, რომ კანონი დაცული უნდა იყოს. გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ქაოსისა და კანონდარღვევის თავისუფლებას. საქართველოში გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლა ორგანიზებული და კანონიერი გზით განხორციელდა. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ქუჩის მასობრივ აქციებს მასობრივი შეტაკებები ხშირად ახლავს თან და თუ დემონსტრაციებისთვის კონკრეტული დროა შეთანხმებული, ეს პირობა დაცული უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა გამოიწვიეს. საუბედუროდ აქციის დაშლას